ბოლნიში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლე გაიხსნა, სადაც მოეწყო კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობის, კარატეს და სატრენაჟორო სივრცეები. შენობაში განთავსებულია კომპლექსის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ყველა საჭირო თუ დამხმარე ოთახები. დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემები. კომპლექსის მიმდებარედ მოეწყო ღია ავტოსადგომი და გაკეთდა ლამპიონები. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2,566,362 ლარი შეადგინა. დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, მის პირველ მოადგილესთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად მოინახულა. სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეკონსტრუქცია და განვითარება ზოგადად ქვეყანაში მუნიციპალური განვითარების ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. შესაბამისად, ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით დღეს უკვე დავასრულეთ ქალაქ ბოლნისში სრულიად ახალი მულტიფუნქციური სპორტ კომპლექსის მშენებლობა, რომელიც თავის თავში მოიცავს ორ სპორტულ დარბაზს. ერთი არის მულტიფუნქციური კალათბურთის, ფეხბურთისა და ფეხბურთის მიმართულების, ხოლო მეორე ჭიდაობა, კრივი, კარატე და ასევე სავარჯიშო დარბაზები. შესაბამისად, აღნიშნული ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, ადაპტირებულია შეშმო პირებთან და ქალაქ ბოლნისში და მიმდებარე სოფლებში საშუალება ექნებათ ახალგაზრდებს თავიანთი სპორტული განვითარება მიიღონ უკვე თანამედროვე სპორტულ კომპლექსში. ქვემო ქართლის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება. დღეს ჩვენ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად გავხსენით მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი, რომელიც წლების განმავლობაში ბოლნისელების მოთხოვნა იყო. აღნიშნული სივრცით უკვე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ისარგებლებს. სხვადასხვა სპორტის სახეობის თიქნება დატვირთული სპორტ კომპლექსი, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, პროფესიონალურ სპორტსმენებად ჩამოყალიბებას ჩვენი ახალგაზრდების.